ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ ჩვენი პატარა მეგობრები ჩაგვეწერა და მათი აზრი მოგვესმინა აქტუალურ თემებზე. მაშინ ასე ვნახოთ ვიდეო. პირველ კითხვას რო დავსვავ, ჯერ შენ მიპასუხე, მერე შენ. მერე მეორე კითხვაზე ჯერ შენ მიპასუხე, მერე შენ. ჩვენც ეგრე ვიცოდეთ. რას ნიშნავს ევროინტეგრაცია? ევროინტეგრაცია ნიშნავს ევროს მანქანა. ევროპას და აფრიკის დაკავშირებით. ესტრიქს. კახეთი. ევროპაში შესვლას. ჯიპს გავს, ნუ შეიძლება დიდი იყოს რაღაცა. მილიონი რო გაჩუქონ. რას გააკეთებდი? რას გავაკეთებდი და მეც ვაჩუქებდი. იმას ვაჩუქებდი ისო მილიონს? მილიონს არა. 100. ეს დამლაგების ჩემ დედასთვის რომ აღარ დაეღალოს დალაგებაში. მანქანს ვიყიდი. რომელს? აი რაღაცა რომ მაგარი რომ მილიონი ღირდა. აუზიანს ვიყიდი. მე ხალხს გავამდიდრებდი, ხალხს ვაჭმევდი, წყალს დავალევინებ და ყველა საშუალებას მივცემდა. შენ არ გინდა აუზიანის სახლი? კი და ამასთან ერთად წავედი. რა ვიცი, არ ვიცი. ფეხბურთი. ვინ მოერევა, ბეტმენი თუ შარლ მიშელი? ბეტმენი. რატო? იმიტომ რომ არ ვიცი. შარმიშელი. შარლ მიშელი? რატო? იმიტომ ზრიელია ბეტმენზე. ბეტმენი. ბეტმენი რაგან ის ტყვიანი არის და ტყვიანი ძლიერს ერევა. იარაღები აქვს ბევრი. რამდენი უნდა იყოს საშუალო ხელფასი? 100. 100 ლარი. 100 დოლარი. საშუალო ხელფასი უნდა იყოს 10. 10? 10 რა? 10 ლარი. რა? მეტი არა? არა. 2 რა? ხვა. დარას ნიშნავს საშუალო ხელფასი. 10,000 ლარი. 9. რას შეცვლის საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანება? რაჭია და კარგი. რა შეცვლის და საცობები აღარ იქნება. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საცობი აღარ იყოს? დავატრიპინოთ. უნდა დავუყოვინოთ. რა უნდა დავიყვიროთ? შუქნიშანები უნდა დავდგათ და სტოპი როცა იქნება უნდა გავჩერდეთ და წანა როცა იქნება უნდა წავიდეთ. ერთმანეთს გზა უნდა დაუთმოთ იმისთვის, რომ ხანი მან გაიაროს, ხანი მან. მოტოციკლი და ველოსიპედით ვიაროთ, რადგან მაგას და ყველგან გაეტევით ველოსიპედით და მოტოციკლებით. ყველა მანქანები უნდა გავტეხოთ. და თავისუფალი იქნება. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნატოში მიგვიღონ? რავი. უნდა ვიყოთ მოწესრიგებული ქვეყანა და კეთილი ქვეყანა. ვიცეკოთ. რა უნდა ვიცეკოთ? ქართული. საქართველოს პრეზიდენტი რო იყო, რას გააკეთებდი? დავეხმარებოდი ბავშვებს და მოხუცებს და ვიბრძოლებდი საქართველოსთვის. ხალხს კარგად მოვექცეოდი. მე კარგი რაღაცები უნდა გავაკეთო, რომ კიდე რაღაცა კარგი იყო და მეფე და ეს რაღაცა რო იყო. მე ღარიბებს მივცემდი ფულს და გავავდიდრებდი და სახლებს სასახლეებს ავაშენებდი. შენი აზრით რა არის ბავშვთა დაცვის დღე? ბავშვთა დაცვის დღე არის რომ ბავშვებს ურთილებიან და ბავშვებს ულიან. ბავშვებს რომ ეხარებიან, იცავენ. ბავშვებს იცავენ. ბავშვთა დაცვის დღე არის ბავშვები რო ერთობიან, ბუშტებს უკეთებენ, ღონისძიებები აქვს და ბავშვების დღეა. ბავშვები ისვენებენ. და ზეიმები არის. გავერთოთ.